შესაძლებელი არის ინგლისური ენის შესწავლა და სწავლობენ კიდე რუსულ ენას. არჩევანის საშუალება არ გქონია რა ერთი სიტყვით. აუცილებელი არის რომ სკოლას ჰქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ შესთავაზოს მშობლებს და სხვადასხვა ენები შეისწავლონ ბავშვებმა. ამაზე ხო ორი აზრი არ არსებობს. აუცილებელიც არის რომ სკოლაში უცხო ენები იყოს ინგლისური, გერმანულიც, ფრანგულიც. რუსული არ უნდა იყოს პრიორიტეტი, ესე მიმაჩნია. ვინ დაუშალა რომ მოამზადონ და გადაამზადონ ეს პედაგოგები? რაში იყენებენ ამ რესურსს? მაშინ გამოიყენონ ის რესურსი. და მეორეს ერთი იყო ესეთი პრაქტიკა, რომ უცხოეთიდან ჩამოყავდათ უცხო ენის მასწავლებლები და ასწავლიდნენ. რას ნიშნავს მარტო რუსული სპეციალისტები არიან? ხო გვაქვს მარტო შემდეგი წლიდან უკვე მარტო რუსული და უკვე გერმანულსაც აღარ ვისწავლით. არანაირმა არ ჭირდება რუსულთან, მინდა რომ სხვა ენები ისწავლოს. რუსულს სწავლობს მე მგონი უფროსი შვილი, თუმცა ჯერ არ აქვს არჩეული. მე ფრანგულს სწავლობ სკოლაში. ინგლისურთან ერთად რა თქმა უნდა. რამდენი ენაც არ უნდა იცოდე, ყველა კარგია, ყველა გეხმარება ადამიანს რომ დაგჭირდეს. კი, გაბრაზებული ვართ ახლა რუსებზე, მაგრამ რო შეგხვდება, ხო უნდა უპასუხო. საქართველოში სკოლების დიდ უმრავლესობაში მეორე უცხო ენად რუსული ისწავლება. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათა შორისი ურთიერთობების ცენტრის კვლევის თანახმად, მეორე უცხო ენის მასწავლებელთა 80%-ზე მეტი სწორედ რუსული ენის სპეციალისტია. ორგანიზაციაში ამას ორი ძირითადი მიზეზით ხსნიან. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის მართლაც მშობლების არჩევანი, ხშირ შემთხვევაში რუსული ენა პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე და ეს ხშირად ჩვენ კვლევებში შევხვედრე იგივე აჭარაში, გურიის რეგიონში, სადაც ტურისტული ზონებია, ხშირად საუბრობენ რომ მეორე უცხო ენად რუსული არის მნიშვნელოვანი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ალბათ მაინც უკავშირდება ადამიანური რესურსების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას, ანუ ერთის მხრივ სხვა ყველა სასურველი უცხო ენის არჩევის პირობებში ადამიანური რესურსი არ არის და მეორეს მხრივ ჩვენ ვიცით ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა, სადაც მასწავლებლები და არსებული მასწავლებლები ინარჩუნებენ ადგილს და მაქსიმალურად სკოლები ორიენტირებული არიან, რომ არსებული საკადრო რესურსის შენარჩუნება მოხდეს. შესაბამისად, რადგან საბჭოთა კავშირიდან გამომდინარე არის რუსული ენის მასწავლებელთა სიმრავლე, სკოლები ცდილობენ ეს მასწავლებლები შეინარჩუნონ. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათა შორისი ურთიერთობების ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, მეორე უცხო ენის მასწავლებელთა სტატისტიკა 2023 წელს ამგვარი იყო. მეორე უცხო ენის 3000-ზე მეტი მასწავლებლიდან 2540 რუსული ენის სპეციალისტია, 454 გერმანულის. მასწავლებელთა შორის მხოლოდ 3-ია ესპანური ენის, ისევე როგორც თურქული ენის სპეციალისტი. იტალიური ენის მასწავლებელთა რაოდენობა სულ რაღაც 24-ია. ფრანგულის კი 108. მასწავლებელთა ის რაოდენობა მიუთითებს, რომ ფაქტობრივად ჩვენთან მეორე უცხო ენა არის რუსული ენა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს განპირობებულია კიდევ ერთხელ არჩევანით საქალაქო დასახლებებში. სასოფლო დასახლებებში ეს არჩევანიც ფიზიკურად არ არის. სკოლებს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა რომ შეთავაზონ სხვადასხვა ალტერნატივები, ისინი თავაზობენ მათ ამ ალტერნატივებს და მშობლებს აქვს შესაძლებლობები. თუმცა მსგავსი სკოლები ბევრი არ არის. ხშირ შემთხვევაში მსგავსი ტიპის ინიციატივები მოდის გარე დაფინანსებისგან, მაგალითად იტალიის საელჩო აფინანსებს ხოლმე იტალიური ენის სწავლებას, უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალისტი, უხდის ხელფასებს და სკოლებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ ამ თვალსაზრისით და შესთავაზონ საკუთარ მოსწავლეებს იტალიური ენა. ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლებს ავალდებულებს მოსწავლეებს მეორე უცხო ენა შესთავაზონ, თუმცა ის თუ რომელ ენაზე შეჩერდება არჩევანი სკოლების გადასაწყვეტია.